გახდა ბრენდი. ამისთვის ბაჩოს დიდ მადლობას ვუხდი და აი რა ვფიქრობდი იცით ბიჭებო? რა ვფიქრობდი იცი? ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჩვენ ხო მეგრელები ვართ და ოდითგანვე ინგა აი ამ მეგრელებს სად იყო მაგიდა, სკამები ესეთი ხო თქვათ? ახლა რო არის და ჩვენ წინაპრებს ქონიათ ესეთი რამე. ჩვენ გვიყვარს ღომი, იმიტომ მაგრები რო ვართ, ღომი. ჩვენს გიყვარს, იმიტომ ხარ ესეთი რო ხარ, ხო? ესეთი ხარ, ხო? ღომი, ხო? უყურე. ღომი კარგია, მაგრამ ახლა ჩვენ თბილისში ვართ, გაიგეთ ახლა ღომი ტეხავს და გადავედით ელარჯზე. გავიგე? ეს არის უკვე ელარჯი უკვე არის როგორი ტყვიან? სუეცკი, აი ელარჯი. აი ამის თქმა მინდოდა, უკვე ნავაროჩენი არის, აი ღომი ნავაროტებში არის ელარჯი და ამას აკეთებდა დედაჩემი ძალიან მაგრად, გამიგე? და ფიქრობდი სულ რომ გამეკეთებია ის მაგიდა რაც იყო აი იმ დროში რა და უყურე ბაჩომს ეს მაგიდა ჩვენ დღეს მოგვართვა აი ნახეთ პროსტო ინგა ეს არის მასალა ისეთი აი უყურეთ ახლა ელარჯი არა გვაქვს ეს არის პრეზენტაცია ბაჩო დაბზანდით ინგა დაჯექი ბიჭებო დაჯექით აი ეს არის ბაჩოს მიერ გაკეთებული მაგიდა შენ წარმოიდგინე GB ჩვენი ემბლემა GB ჩვენი ემბლემა და ყველა სკამებს ჩვენი ემბლემა აქვს უყურე როგორ იყო ძველ დროში ელარჯი რო გქონდეს ძალიან კარგია მაგრამ იმედია ყველაზე მაგარი რესტორანი საქართველოში მეგრელების მეგრელი რო აკეთებს ელარჯს აი ამ გადაცემის შემდეგ დამირეკავს და აი პირველად ეს უნდა დავტესტოთ ეს მაგიდა აი იმ რესტორანში მეგრელებო ვინც ყველაზე მაგარი ხარ თბილისში დავტესტოთ თუ გინდა ნებისმიერ ადგილზე საქართველოს ტერიტორიაზე მაგარ ელარჯს ვინც გააკეთებს დავტესტავთ აი ამ მაგიდას ამაზე უკეთესი ტაბაკს ეძახოდა ბებიაჩენი და ჩვენი წინაპრები ეს არის ტაბაკი ზუსტად ამაზე იჭმეოდა ძველად ეს ელარჯი უყურეთ ელარჯი ინგა არ უნდა ესა დაასხა თუ როგორი ტყვიან თებსზე ძველად იყო ესე ამოიღებდნენ და პირდაპირ აი ამ ტაბაკზე უნდა დაგედო პირდაპირ მაგრამ აი ამ ტაბაკზე რო დაგედო იყო სპეციალური ხისგან დამზადებული ეს მაგიდა და ზუსტად იმ ხისგან არის ეს